ლიტერატურული პრემია საბას ერთ-ერთი გამარჯვებული ზაზა ბურჭულაძეა, რომელიც გამოირჩევა პატრიარქის შეურაცხყოფით და უცენზურო გამონათქვამებით ქართველი სამართალდამცველების მიმართ. მმართველ გუნდში პრემიის გამცემის და დაჯილდოებულის საერთო მორალზე საუბრობენ. ლელოში კი ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძის პრემია საბა ხაზარაძეს არ ეკუთვნის. საბა ხაზარაძის პრემია? მე ვერანაირი ლიტერატურული ჟიურის საქმიანობაზე ვერ ჩავერევი. ტრანსპორტზე პასუხს ვერ გაქვს. აშკარაა, რომ როდესაც აჯილდოებ ადამიანს და ამ პირობებში ხდება ამ მოცემულობაში ხდება დაჯილდოება, როგორც დამჯილდოებელი, ასევე დაჯილდოებული რაღაც ერთი მორალური ღირებულების ქვეშ დგანან და ალბათ ბევრი კითხვის ნიშანი არ უნდა დაებადოს საზოგადოებას, თუ რა მძიმედ არის ამ მორალური სხვა არის ბედიღბალი, კონკრეტულად ასეთ შემთხვევაში, როდესაც ავინებენ პატრიარქს, შეურაცხყოფენ ეკლესიას და ამ ყველაფერში ისინი რაღაც ჯილდოებს იღებენ. როცა ჩვენ საუბრობთ წერილებზე, პოეტებზე, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებზე, ბუნებრივია ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული პირველ რიგში ფინანსურად მამუკა ხაზარაძესთან, TBC ბანკთან, სხვა კონკურსებთან, ესეც არის ერთგვარი მექანიზმი, კმაყოფილებაზე ყავდეს, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ ინტერესებს ატარებენ და როცა შენ ქრისტიანობაზე დებ თავს, სამშობლო სიყვარულზე, პატრიარქზე და ამ დროს ისეთ ადამიანებს აჯილდოებენ, ღია დაებრწვიან ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სახელმწიფოს, ეს კიდევ ერთხელ მოთითებს მათ ორმაგ სტანდარტზე და ორმაგ დამოკიდებულებაზე.